მე ვხედავ რომ უმეტეს თქვენთაგანს გააქვთ მოტანილი ბზა და გიკავიათ ბზა. აი ძალიან მინდა გთხოვოთ რომ იცოდეთ ბზის მნიშვნელობა რა არის, რას აღნიშნავს და რომ მიგვაქვს სახში რატომ მიგვაქვს. ეს არის სიმბოლო სწორედ აი იმ სიხარულისა, როგორი სიხარულითაც ხალხი მაცხოვარ შეხვდა იერუსალიმში შესვლის დროს. აი ამ რტოებს რომ წავიღებთ, მთელი წლის განმავლობაში ტრადიციად გვაქვს რომ ვინახავთ რატომ? იმიტომ რომ განა დამჭნარ ბზას უყუროთ და მით უმეტეს თქვენ კარგად იცით რომ თუ მლოცველი არ ახარ და თუ ქრისტიანული ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანი არ ახარ, ებზის ტოტები იქცევა ობობების ბუდეთ, სხვა არაფერი რა დამიჯერეთ. დილოცეთ, დილით საღამოს ილოცეთ, ეს აუცილებელია ნებისმიერი ქრისტიანი მაზიარებელი ხარ თუ არ ახარ მაზიარებელი, ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ნებისმიერი ვართ ვალდებული რომ დილით აღდგომილმა მადლობა უნდა შევწიროთ უფალს და განვლილი დღის შემდგომ უკვე მადლობა უნდა მოუხადოთ ღმერთს რომ კიდე ცოცხლები ვართ და შემწება უნდა ვხოვოთ რომ აგემშვიდობით დააღამოს და გაათენოს მომავალი დღე. ამის ვალდებული ნებისმიერი ადამიანი. ასე რომ მიდით არ დაიზაროთ სულ რამოდენიმე წუთით. მოკლედ მაინც ილოცეთ, მოკლედ თუ არა თქვენი გულით, თქვენი სიტყვებით მაინც ილოცეთ, ჩემო უფასებო, რაღაცა ელემენტარული კავშირი შედგეს თქვენსა და ღმერთს შორის. თუ ეს კავშირი არ შედგება, ჩვენ თუ არ გვექნება სწორი დამოკიდებულობა უფალთან დამიჯერე, ბზის ტოტი კი არა, ბზა რომ მთლიანი ძირიანთ ამოგვლიჯოთ და სახში დავდგათ, აზრი არ იქნება. მაინც არანაირი აზრი არ იქნება რა.